გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ თემას სხვადასხვა ფორმით ამოყვანილი უკუღმართლების შემთხვევაში როგორ გსოვთ. გვაქვს სქემა. მოდით ჯერ ეს სქემა განვიხილოთ. ვისაც გინდათ სქემების წაკითხვა, სიმბოლოების გაცნობა და შესწავლა, ნახეთ ჩემთან ვიდეოებში ჩაჰყევით, ჩემს YouTube გვერდზე ნახავთ ბევრი ვიდეოა ჩაწერილი ამ თემაზე, რას ნიშნავს, რა როგორი იგსოვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გვაქვს ახლა სქემა, ნახეთ. მხოლოდ ეს. ახლა ეს როგორ გადავიტანოთ ნაკსოვზე, პირველ რიგში როგორ წავიკითხოთ. სქემა იშვიათია, რომ განმარტებები არ გქონდეს. აუცილებლად უნდა ეწეროს რა როგორ იგსოვება. ხშირად ასეა, თუ არა, ყოველ შემთხვევაში, როცა გეცოდინებათ ეს ნიშანი რა არის და რას ნიშნავს, ეს სიმბოლო, უკვე არც განმარტება არ გჭირდებათ და თქვენ თვითონ წაიკითხავთ და გადაიტანთ ქსოვის დროს. ეს არის წაღმათვალი, აგერ გვეუბნება. სადაც ეს ხაზი შეგხვდება ასე, იცი რომ წაღმა უნდა მოგსოვო ის თვალი. ეს არის უკუღმა თვალი. ესე იგი ესენი ყველა უკუღმა იგსოვება. ეს არის მატება. სადაც ეს შეგხვდება უმატებ. ახლა ნახე, კლება მარჯვნიდან, კლება მარცხნიდან. რას ნიშნავს ახლა კლება მარჯვნიდან, კლება მარცხნიდან, ხო? ესე იგი არის სქემაზე მოცემული რაღაც, სადაც ძალიან უნდა გაითვალისწინო და თვლების სწორად ამოყვანა და არ მოგივიდეს ნაკსოვი, როგორ თქვა, გადაგრეხილი, გადმოგრეხილი თვლებით და გაუგებარი. ამიტომ ყოველთვის აქვს თვლების ამოყვანას თავისი მიმართულება. ეს მარცხნიდან ახლა, ხო? რახანასია გვიჩვენებს აქ როა. ეს ახლა მარცხნიდან რას ნიშნავს და როგორ განსაზღვრო, ნახე. ეს მთლიანი ხაზია. ეს ნახევარია მიბმული. ეს მთლიანი ხაზია. ეს ნახევარია მიბმული, ხო? ამიტომ გასაგებია ეს ხო მარცხნიდან მიდის. მგონი ახლა ვიდეოშიც ასე გამოჩნდება სწორად, ხო, არ იქნება შებრუნებით. ეს ხო მარცხნიდან მარჯვნივ მიდის, ამიტომ გეუბნება კლება მარცხნიდან. ეს ხო მარჯვნიდან მარცხნივ მიდის მთლიანი ხაზი, ეს მიბმული, ამიტომ გეუბნება კლება მარჯვნიდან. და ახლა ეს მე არ მოვიგონე, ეს ყველგან რა ენაზეც არ უნდა შეგხვდეს შენ სქემა, ხო, ნაკსოვთან ერთად. ყველგან ასე აღინიშნება, უკუღმა არის, ყველგან ეს ხაზი უკუღმა, ყველგან ეს ხაზი წაღმა, ყველგან ეს მატება. მატება აღინიშნება კიდე აი ასეთნაირად, ესაც მატებაა. ან ეს შეგხვდება, ან ეს და იქნება ორივე მატება. ახლა ეს მიმართულებები ყველგან ასე შეგხვდება კლების დროს. კონკრეტულად ახლა ეს განვიხილოთ, თორე კიდევ ამბობ, ჩემთანაც ვიდეოებში ბევრია სქემების და სიმბოლოების ახსნა და შეიძლება კიდე ჩავწეროთ, თუ დრო გვექნება და თუ შევძლებთ რა ერთი სიტყვით. ყველაფერს დრო უნდა, ხო? კარგი, ახლა ჩვენ ეს ნაკსოვზე და როგორ თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია კიდე უკუღმა თვლები რა ფორმით იგსოვება, როგორ გსოვთ, ყველა ინდივიდუალურად თავისებურად გსოვს და ეს უკუღმა არის ორნაირი, ხო? როგორ გადავიტანოთ სქემები ნაკსოვზე და რას გსოვთ ჩვენ და როგორ მოვგსოვოთ. ახლა ეს ვინც ნახა ამის წინა ვიდეო, მიხვდება რომ
აქეთ გსოვთ ერთი ფორმის უკუღმართულებს, აქეთ გსოვთ მეორე ფორმის უკუღმართულებს. ეს გამყოფი არის აქ მონიშნული, რომ არის უკუღმა სხვადასხვანაირად მოქსოვილი, მოიქსოვება სხვადასხვანაირად და შესაბამისად წაღმართულებით სხვანაირად იქსოვება და სქემებით სხვადასხვანაირად იქსოვება. ახლა ეს მხარე არის ასეთნაირი უკუღმების. აი ასე ვგსოვთ, ხო? ახლა ვისაც ეს დაგაინტერესებთ, რას ვაკეთებთ აქ, ნახეთ წინა ვიდეო და გასაგები იქნება ყველაფერი. ამის წინა ვიდეო. ეს არის უკუღმართულების ერთი ფორმით ამოყვანა. ახლა აქეთ მოვგსოვოთ უკუღმართულების მეორე ფორმით ამოყვანა. მე ყოველთვის ვგსოვ აი ამ ასეთ უკუღმართულებს ყოველთვის და სქემებიც ამის მიხედვით არის ყოველთვის გათვალისწინებული. ახლა მოვგსოვ მე 1 და 2 თვალი და ახლა ვიწყებ სქემას. ახლა მე ამ სქემას შევხედავ, როგორ არის აქ მოცემული, რას ნიშნავს და იმის მიხედვით გადმოვიტან და მოვგსოვ. კიდევ ვიმეორებ, ეს თვლები არის უკუღმართულები, თითო უჯრა არის, თითო თვალი, თითო უჯრაში რა სქემა, რა სიმბოლოა უფრო სწორად, იმის მიხედვით უნდა გადმოიტანო, დათვალო. ეს არის 3 უჯრა, ხო? არის 3 თვალი შესაბამისად და ეს ხაზი აქ მეუბნება, რომ უკუღმა თვალია და მე მოვგსოვ 3 უკუღმა თვალს. თან ასეთ უკუღმა თვალს, ასე რო ამომყავს, ეს მხარე იქსოვება ასეთი უკუღმებით. იმედია ძალიან დამაბნეველი და გაურკვეველი არ იქნება, რას ვამბობ. ახლა ნახე. ახლა ეს სიმბოლო შემხვდა, ნახე ეს მთლიანი ხაზია და აქედან მიბმულია. ეს ნიშნავს კლება მარცხნიდან. კლება მარცხნიდან. კლება მარცხნიდან, ეს მარცხენა ხო აქედან არის, ხო? ესე იგი მე აქედან უნდა ვუკლო, სწორად და ლამაზად გამომივიდეს სქემა, ნაკსოვი და არა იბურდოს რაღაცა სქემა ერთმანეთში და თვლები, ხო? და რახან მე ამ უკუღმას ვგსოვ, აი ამ უკუღმას ვგსოვ და ყოველთვის ამ უკუღმას ვგსოვ, გავდივარ აქედან და აი რო ვუკლე, ეს თვალი ზემოდან და სწორად უნდა გამოჩნდეს, წავიდეს ასე, რადგან მეუბნება კლება მარცხნიდან სქემაში, ესე იგი იქით მიდის ეს კლება. აი ასე. შემდეგ გეუბნება ესა უმატეო, რადგან ეს ნიშნავს მატებას.
კარგი, ვუმატებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვუკლე ამისი მაგიერი ვუმატე. თვლები აუცილებლად იგივე რაოდენობა უნდა იყოს, უნდა დაბალანსდეს ეს კლება მატება, არც უნდა ვუკლოთ, რომ ნაკლები თვალი დაგვრჩეს და არც ისე უნდა ვუმატოთ, რომ ზედმეტი გამოგვივიდეს. შემდეგ ეს ნიშნავს წაღმა თვალს. გიწერია აქ, რომ წაღმა თვალია და მე მოვგსოვ ერთი თვალიო, რადგან ერთ უჯრაშია ის მოცემული, ხო? მოვგსოვ მეც წაღმა თვალს. ნახე, ახლა ისე ვუმატეო, ხო არის მატება. კარგი, მე ვუმატებ ისე. ახლა აქ ნახე, ეს მთლიანი ხაზია, აქეთაა მიმართული და ეს პატარა აქვს მიბმული. ეს იმას ნიშნავს კლება მარჯვნიდან. თუ კლება მარჯვნიდან, ამ დროს მე ვამბობ, რომ შეატრიალეთ და რატო შეატრიალეთ? თუ მარჯვნიდან უნდა ვუკლო, ასე უნდა ამოვიყვანო. ნახე როგორ გადაიგრიხა ახლა ეს ორი თვალი აქ. აბა რას გავს ახლა ეს? არ მიიღო ხო რაღაცა ასეთი მიმართულება ხო უნდა მიიღოს აქეთაც ხო? აი ამიტომ ვამბობ, რომ ვატრიალებ. აი ასე, დავაბრუნებ უკან. რომ ამ თვალმა აი ეს სისწორე უნდა მიიღოს, როცა მე ვუკლებ და რა თქმა უნდა მეორემაც. ახლა ვუკლებ. ეს არის მარჯვნიდან მარცხნივ კლება, როგორც ეს მიჩვენებს აქ. და აი რო ვატრიალებ, ამ შემთხვევაში გამოვა სწორი და ლამაზი, აი ეს კლება და ნაქსოვი შემდეგ. ახლა გავაგრძელოთ 1 უჯრა, 2 უჯრა, 3 უჯრა. გეუბნება ეს 3 ხაზი, რომ ეს არის უკუღმა თვლები და მეც მოგხსოვ 3 თვალს უკუღმა, რადგან 3 უჯრას მიჩვენებს ამ თითო ხაზს. თუ კარგად არ ჩანდეს, გაადიდეთ შემდეგ ეკრანი, მოიტანეთ ახლოს. მოგხსოვ ახლა მე 3 უკუღმა თვალს თან ასეთ უკუღმას მოგხსოვ, აი ასე ვხსოვ მე ყოველთვის უკუღმა თვლებს და სქემებიც ამის მიხედვით არის ყოველთვის აწყობილი და გათვალისწინებული. კარგი, ეს ზედმეტი თვლებია, მე მოვხსოვ წაღმა, ეს არაფერს აღარ ნიშნავს აქ. გადმოვედი ახლა მეორე მხარეს, სადაც მე უკუღმა თვალს სხვანაირად ვხსოვ. და საერთოდ მე არა, უბრალოდ ვხსოვენ. არის კიდე არსებობს უკუღმა თვალი მეორე ნაირად. აქ ნახე ახლა. აქედან ვერ ვხსოვ, იმიტომ რომ ეს მეორე ნაირი უკუღმაა და მეორე შებრუნებულია. ვიწყებთ თავიდან. ამ სქემას ახლა ვაყენებთ აქეთ მხარეს, სადაც მეორე ნაირი უკუღმაა მოგხსოვილი, ხო? 1 უკუღმა, 2 უკუღმა, 3 უკუღმა თვალი უნდა მოვხსოვო. ისევ იგივე სქემას ვაყენებ, ხო? კარგი, ჯერ მოვხსოვ აქ 1, 2, 3 თვალი, ეს არაა სქემა, უბრალოდ დავაშორო აქედან. აი ასე. და ახლა ვიწყებ ხსოვას უკუღმა თვლებს. ახლა ნახე, აი აქედან უნდა გამოვიყვანო. უკუღმა თვლები. აქედან უნდა მოვხსოვო. ჩემ შემთხვევაში აქეთ ხო ვხსოვდი ჩვეულებრივად ასეთნაირად, ამას ასე ვერ მოგხსოვ. ასე რომ მოგხსოვო, უკუღმა თვალი ნახე როგორ მოიგრიხება, ამიტომ აი აქედან იქსოვება ასე ამოყვანილი უკუღმა თვალი. 1, 2, 3 თვალი მოვხსოვე, მიჩვენებს, რომ 3 უკუღმა თვალი მოგხსოვე. რადგან 3 უჯრაა, თითო უჯრაში თითოა, ეს ნიშნავს 1, 2, 3 თვალი. ახლა ნახე. ახლა ეს იგივე უნდა მოვხსოვოთ ჩვენ კლება მარცხნიდან. აქეთ უნდა წავიდეს ეს კლება. აქ ნახე ახლა. თუ დააკვირდი შენ, აი აქ პირველად აქ რომ ვუკლე კლება მარცხნიდან. არ შემოვატრიალე თვლები და აქედან გავედი და ვუკლე, იმიტომ რომ მარცხნიდან კლება აქედან არის. აქაც ასე უნდა ვუკლო, აქედან გავიდე, მაგრამ განსხვავებით ამისგან, აქ უნდა შემოვატრიალო
რადგან აქ არის სხვანაირი უკუღმა ამოყვანილი და შესაბამისად წაღმართულებით სხვანაირად არის. ახლა გავალ მარცხნიდან კლება ამას ნიშნავს. აქედან. აი ამ შემთხვევაში გამომივა აი ასეთი კლება. მე ახლა რომ მარცხნიდანო გეუბნება და მარცხნიდან ვუკლო, რადგან მარცხნიდან აქედანაა ხო კლება. აი რა გამომივა, ნახე ასე როგორ ჩამოეკიდება ახლა ეს თვლები. ეს გადაიგრიხა, ეს აქ დაეკიდა და არ გამოვიდა ასეთი. ამიტომ ამ შემთხვევაში ვატრიალებ. ახლა ეს დავაბრუნოთ თავის ადგილას, ასე იყო. ახლა ნახე. ვუკლე მარცხნიდან მარჯვნივ. შემდეგ ვუმატოთ ერთი თვალი, შემდეგ ერთი თვალი წაღმა მოგსოვეო, ერთ უჯრაში ითვალისწინებ რაც წერია, ის არის ერთი თვალი. კარგი, თან აქედან გავდივარ და წაღმა ვგსოვ, ეს მეორე უკუღმა მოგსოვილია, ხო? ამის აქეთ არის მეორენაირი უკუღმა ნაქსოვი. წაღმათვალი მოვგსოვე, შემდეგ ისევ უმატეო და ვიმეორებ მეც, ვუმატებ. ახლა ნახე, კლება, ეს ხაზი რომ მიდის აქ მთლიანი და აქ მიბმულია, ეს ვიცით, კლება მარჯვნიდან კლება ხო ამას ნიშნავს, აქედან იქით უნდა ვუკლოთ. ამ შემთხვევაში თუ გახსოვს, აქ ვატრიალებ მეთვლებს, რომელ უკუღმასაც მე ვგსოვ, საერთოდ. აქ ვატრიალებ თვლებს და ისე ამომყავს ამ სისწორით. ახლა ამას უყური, ამ შემთხვევაში უკუღმა თვლები როცა ასე მოვგსოვეთ, აქ არ ჭირდება შეტრიალება. დასაწყისში ჭირდებოდა იქით მიმართულებას. აქეთ არა, რადგან ნახე, ეს ნაქსოვი აქეთაა მიმართული ზუსტად. აი, დააკვირდი თვალის სისწორეს და იმის მიხედვით შეატრიალი და შემოატრიალი. ახლა ამას რატო შემოვატრიალებ მე? არ შემოვატრიალებ, რადგან აქედანაა სწორი, აი ასე. აი ეს თვალი ახლა კიდე რომ ვუკლებ, მოვგსოვ, კიდე ვუკლებ, ამ სისწორით წავა, რადგან მე მიჩვენებს, რომ ეს არის, აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეს, ეს ამ მიმართულებით უნდა წავიდეს. კარგი, ახლა გავაგრძელებ მე ქსოვას და აქედან ამომყავს ეს წაღმათვლები, რადგან ეს არის მეორენაირი უკუღმა მოქსოვილი. და აქედან ვერ მოვგსოვ, რომ არ დამეგრიხოს ეს თვლები. აქედან მოვგსოვ, რომ სწორედ გამოვიდა ეს ნაქსოვი ლამაზ. ახლა შემოვტრიალდით და აქ ნახე. ახლა თან სქემა უნდა წავიკითხოთ, ხო? აქ გეუბნება პირველი, მესამე, მეორე არ ჩანს აქ საერთოდ რა უნდა გავაკეთოთ. და ახლა როგორ გავიგოთ რა გავაკეთოთ? თუ იქნებოდა სხვა სქემა, მეორე რიგი, განსხვავებული სქემა ამას ვამბობ, მაშინ აქ აუცილებლად იქნებოდა, ან აქ იქნებოდა მეორე დანომრილი, ან ისევ აქ და აუცილებლად აღნიშნული მეორე რიგი როგორ იქსოვება. რახან აქ არაფერი არ ჩანს და მესამეზე გადადის როგორ მოგსოვო, მეორე რიგი რო შემობრუნდები, მოგსოვ იგივეს რაც გაქვს სქემაში და თუ ირგვლივ გსოვ, მოგსოვ რაც გაქვს სქემაში. ესე იგი აქედან მე მოვგსოვ უკუღმას, უკუღმა, წაღმას წაღმა, მაგრამ უკაცრავად, აი ასეთი უკუღმები იქსოვება ამ მხარეს, ხო? ეს არის უკუღმები, რომელიც იქსოვება მეორენაირად და ამ მხარეს ვგსოვთ ასეთ უკუღმებს. ყველა თვალს ვგსოვ, მატებაც უკუღმა ამომყავს, ახლა ნახე,
შეიძლება იკითხო, რომ როგორ უნდა მოგსოვო, ხო? აქ ხო იყო ჩვეულებრივი ნაქსოვი და ის ჩვეულებრივ ნაქსოვებში ვუმატე მე. და ჩვეულებრივად მოვგსოვ ისევ, აქედან იქნება ეს უკუღმა. აი ახლა რახან მაქვს აქ 3 წაღმა, ამას მოვგსოვ წაღმა, რადგან არა მაქვს მითითებული მეორე რიგზე შევცვალო თუ არა. და რახან არა მაქვს მითითებული, რომ შევცვალო, ისე მოვგსოვ როგორც არის. უკაცრავად აი ეს უკუღმები თუ შემეშალოს, რადგან მე მეორენაირ უკუღმას ვგსოვ და ისეთი უკუღმა მეგსოვინება. აი ახლა გადმოვედით, რომ მეორენაირი უკუღმა სადაც იქსოვება, აი ეს და მე ყოველთვის ვგსოვ ამ უკუღმას და სქემებიც ამის მიხედვით მაქვს განსაზღვრული და დალაგებული. აქ არის წაღმები და ვგსოვ იგივენაირად. რაც მაქვს მოცემული, ვგსოვ ისე არ ვცვლი არაფერს, რადგან მეორე რიგი არ არის და არ მიჩვენებს, რომ რამე შევცვალო. ახლა პირველი რიგი უკაცრავად მოვგსოვეთ სქემა და ვაყენეთ, მეორე რიგი მოვგსოვეთ ჩვეულებრივად, რადგან არ გვიჩვენებს, რომ შეცვალეო და ამიტომ ჩვეულებრივად ვგსოვთ, ირგვლივ ვგსოვ თუ ასე ვგსოვ. ახლა მესამე რიგი, ნახე რას ამბობს მესამე რიგი. უკუღმებიო, უკუღმა მოგსოვეო, ეს დანარჩენი წაღმა მოგსოვეო, ესაც უკუღმა მოგსოვეო. ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე რიგზე ახლა ისევ ჩვეულებრივად გადავგსოვთ ამ რიგს, სქემას არ ვგსოვთ. ესე იგი, როგორც გვაქვს, ისევ ვგსოვთ, ხო? ეს არის უკუღმა, რომელიც აი ასეთი უკუღმა მოგსოვილი, ასეთი, რომელსაც მე ვგსოვ. ამიტომ ეს წაღმებიც ასე აქედან იქსოვება. ასეთი უკუღმა თვლების გსოვის დროს წაღმებიც აქედან იქსოვება. აი ეს უკუღმა. და წაღმა თვლები აი აქედან იქსოვება. რადგან აქედან აქვს ისწორე. გადმოვედით მეორე მხარეს, სადაც მეორენაირი უკუღმა იქსოვება. აქედან გავდივარ ამისგან განსხვავებით, რადგან აქედან მიჩვენებს ისწორეს. ამ თვალს ორი მხარე რო აქვს, იქით და აქეთ, თუ აქედან არის, ასე ამოიყვან, რომ სწორედ იყოს, თუ აქედან არის, ასე ამოიყვან, რომ სწორედ იყოს. რახან ეს უკუღმები აი ასე იქსოვება, შესაბამისად წაღმაც იქიდან იქსოვება. აქ არის აი ასეთი უკუღმები, ხო? აი თუ დააკვირდით, აქ ეხლა ის ხელი გამირბის, რომ უკუღმა ვგსოვო, როგორც ყოველთვის ვგსოვ და ხან იქიდან ამოყვას ეხლა ეს წაღმა და ხან აქედან. მესამე რიგი გვიჩვენებს, რომ არაფერი შევცვალოთ და ჩვენც არაფერს ვცვლით. შემოვბრუნდებით უკუღმა მხრიდან და ლოგიკურია ჩვეულებრივად მოვგსოვთ, როგორც არის.
აი ახლა დააკვირდით აქ რო შემეშალა მე და ვქსოვ იმ უკუღმას, რომელსაც ყოველთვის ვქსოვ. 1 2 3 აი ეს უკუღმა არის მეორენაირი. აი ასეთ უკუღმას ვინც გსოვთ, დააკვირდით შემდეგ სქემების მიმართულებებსაც. აი ეს. აი წაღმაც შესაბამისად აი აქედან იქსოვება. ამ შემთხვევაში, როცა ასეთ უკუღმას გსოვთ. აი ეს. ახლა აქედან მოგხსოვთ მეორენაირ უკუღმას, აი ეს. ამ შემთხვევაში წაღმათვლები აქედან იქსოვება. ეს მოგხსოვეთ მეოთხე რიგი. ახლა წავიკითხოთ კიდე სქემა, ნახე. ამის მეტი არაფერი არ არის მოცემული. ეს კი გავიგეთ, ნახე, რომ მეორე რიგი აქ რომ არ ჩანს და არაფერს გვეუბნება, გავიმეოროთ პირველი, ანუ ჩვეულებრივად მოვგზავნოთ, მაგრამ მესამე რიგი ასე მოგხსოვეო, ხო? და შესაბამისად ლოგიკურია კიდე ერთი რიგი, მეოთხე რიგიც იგივენაირად მოიგზავნოთ. ახლა რა გავაკეთოთ? ეს იმას ნიშნავს, რახან მეტი აქ არაფერი არ გაქვს მოცემული, სქემას იწყებ თავიდან. მივიდეთ სქემამდე. აი ახლა ვიწყებთ სქემას და სქემას ვიწყებთ თავიდან. პირველი რიგი. 1 2 3 უკუღმა თვალი. 3 უკუღმა თვალი. ახლა ნახე, კლება მარცხნიდან, აქედან რომ მიდის იქით, ესე იგი მარცხენა მხრიდან უკლებთ. ამ შემთხვევაში, როცა ასე ვგსოვთ უკუღმა თვლებს, რაი ასე, ნახე, როცა ასე ვგსოვთ უკუღმა თვლებს. თვლები ხო ამოყვავს წაღმათვლები აქედან. აქ არ ვატრიალებთ თვლებს, ასე გავდივართ, რადგან ვხედავ მე, რომ ასე ამ თვლების ისწორე. თუნდაც სულ არ იცოდე, რომელი მხრიდანაა მოგხსოვილი უკუღმა თვალი და როგორი უკუღმა თვალია ამოყვანილი. დააკვირდი თვლების ისწორეს. სქემა გეუბნება მარცხნიდან მარჯვნივ უკლე. და თუ აქედან ვუკლებ, ვხედავ, რომ ასე რო ამოვიყვან, ასე იქნება სწორი და არ ჭირდება შეტრიალება. აი ასე უნდა წავიდეს. ახლა უმატეო. შემდეგ წაღმა თვალი მოგხსოვეო. შემდეგ ისევ უმატეო. ახლა ნახე, გეუბნება უკლე, ეს მთლიანი ხაზი როა და აქ მიბმული, ეს ნიშნავს კლება მარჯვნიდან, აქედან უნდა გავიდე. და აქედან რო გავიდე და ეს ასე არ ამოვიყვანო, რადგან ასე მოიგრიხება და ცუდად გამოჩნდება, ვატრიალებ. ამიტომ ვატრიალებ, რომ თვლები გასწორდეს აი ასე და ახლა ვუკლებ. გამომივა აი ასეთი ლამაზი კლება და სქემაც გამომივა ლამაზი. ვაგრძელებ.
გეუბნება მოგვსოვე სამი უკუღმა თვალი. ახლა ჩვენ აქ განვიხილავთ ორი სხვადასხვა უკუღმას ქსოვის დროს სქემის აწყობას, მაგრამ თუ გინდა შენ რომ ეს სქემა მოგვსოვო, აი ეს სქემა მოგვსოვო მთლიანად, ხო მოგვსოვე უკუღმა, სამი უკუღმა. შემდეგ ისევ დაიწყე თავიდან სქემა. მოგვსოვა მას, როგორც აქ ვგსოვთ. შემდეგ სამი უკუღმა თვალი, შემდეგ ისევ დაიწყე ეს თავიდან, შემდეგ სამი უკუღმა თვალი, შემდეგ ისევ ეს და სამი უკუღმა თვალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შენ აქ რო 100 და 200 თვალი გქონდეს, სულ ასე მოგვსოვ. დაჯდება როგორ, ნახე? სამი უკუღმა სქემა, რაც გაქვს აქ, სამი უკუღმა, ისევ სქემა, სამი უკუღმა, ისევ სქემა, სამი უკუღმა, ისევ სქემა. აი ასე აეწყობა სქემა. ჩვენ ვაგრძელებთ ახლა მეორენაირი უკუღმას ქსოვას, აი აქედან და ეს აქედან იქსოვება. რადგან მეორენაირად არის ამოყვანილი უკუღმა თვლები. აქედან გავდივარ. ახლა ნახეთ. მოვედით სქემა გვაქვს. გეუბნება სამი უკუღმა თვალი. ეს ასეთი უკუღმებია. აი ასეთი. შესაბამისად, ნახე აქედანაა ეს თვალი ახლა სწორად. ვიწყებთ სქემას, გეუბნება მარცხნიდან მარჯვნივ უკლე. ახლა ნახე ეს როგორაა ამ უკუღმას შემთხვევაში მოქსოვილი ეს წაღმა თვალი. თუ არ შემოვატრიალე, არ გამომივა ის ლამაზი ნაქსოვი, ამიტომ აქ ვატრიალებ მე. ასე მოვხსოვ, რომ ასეთი სახე მივიღო. ახლა ვუმატებ. სქემაში ეგრე მაქვს მოცემული. ახლა თან აქედან ვგსოვ, იმიტომ რომ ის მეორენაირი უკუღმა ასე მოითხოვს, აი რომ ასე იყოს სწორი, ეს ასეთნაირად. აი აქედან მოვგსოვ და ერთი წაღმა თვალიო, შემდეგ ისევ ვუმატეო. ახლა ნახე მეუბნება აქ. მარჯვნიდან ეს ხო აქედან რომ მიდის, მარჯვნიდან მარცხნივ მიდის. მარჯვნიდან მარცხნივ უკლეო. მარჯვნიდან მარცხნივ უკლეო და მე ვხედავ რომ მარჯვნიდან მარცხნივ რომ უკლებ, ასე სწორად დაჯდება ეს თვალი და ხაზი და ამიტომ არ ვატრიალებ. დანარჩენ თვლებს აქედან ვგსოვ ეს მეორენაირი უკუღმას შემთხვევაში. შემოვტრიალდით. ეს ის მეორე უკუღმა არის, ვიცით, ასე რო იქსოვება და ჩემთვის ძალიან ისევ იკარბის ხელი ძალიან მოუხერხებელია. რასაც არ ხარ მიჩვეული. ახლა ვგსოვთ სქემიდან მეორე რიგს და ვიცით რომ რახან არ გვიჩვენებს და არ გვეუბნება რა გავაკეთოთ, მოგხსოვ ის რაც მაქვს. არ შევცვლი არაფერს, რადგან არ მიწერს მე იქ ცვლილებას. ახლა შენ შემეკითხები რა იცი რომ ეს მატება უკუღმა უნდა მოგხსოვო და მე ხო ვიცი რომ აქ წაღმა თვლები იყო. ამიტომ იგივეს მოითხოვს. არ მეუბნება იქ შეცვალეო. აქ წაღმებია და ნახეთ ან საიდან გავდივარ, ეს ის მეორენაირი უკუღმა. ასე. ახლა გადმოვედით მეორე მხარეს, სადაც იქსოვება მეორენაირი უკუღმა. აი, ახლა წაღმაც შებრუნდა აქ, ხო? ესაც აქეთა მხრიდან იქსოვება ახლა მეორე მხრიდან.
აი ახლა დააკვირდი ის ნაპირის თვლები სამი თვალი რატო გადამაქვს და მერე დასაწყისიდან გვსოვ. მივალ ბოლოში და ვტოვებ სამ თვალს, ვიწყებ თავიდან და ვქვსოვ იმ სამ თვალს. აი ასე არ შემოტრიალდება ეს გვერდი, რო ტრიალდება ხოლმე. კარგი, ამას დავანებოთ თავი და ჩვენი საქმე განვიხილოთ. ახლა ნახე. ახლა პირველ შემთხვევაში და ამ უკუღმას შემთხვევაში მე რო ვქვსოვ, ხო? აი სქემა პირველ შემთხვევაში სქემის დასაწყისში აქ არ ვატრიალებ თვლებს და ჩვეულებრივად ვქვსოვ ასე მოითხოვს ზისწორე. ამ შემთხვევაში ვატრიალებ და ისევ ამომყავს კლება, ასე მოითხოვს. აი ამ თვლების ზისწორე მოითხოვს ასე. ახლა აქეთ ნახე. აქ პირიქით ვაკეთებთ, ხო? ამ შემთხვევაში ვატრიალებთ, რომ ასე სწორად წავიდეს და ამ შემთხვევაში არ ვატრიალებთ, რადგან ასეა ეს, ასე ამოყვანილი უკუღმა თვითონ ამ მხარეს ასე რჩება სწორად. თავარია შენ განსაზღვრო, აი ეს თვალი როგორ გამოვა სწორად და მიმართულება საით გეუბნება კლებას. ახლა ეს კლება ასე მიდის, ასე და შენ ასე ვერ მოგსო. აქ ვერ მოგსო ამას, ამ კლებას. კი გეუბნება უკლეო, მაგრამ ასეც ვერ უკლებ, რადგან არ გამოგივა აი ეს ფორმა. ახლა ესენი ნახე ასეა გადასული, ასე იქნება, სანამ სულ არ მოგსოვ, რასაც გვსოვ. და თუ შენ ასე შემოაბრუნე და ასე შემოაბრუნე, სხვანაირი გამოგივა. თუ ერთი აქეთ შემოაბრუნე და მეორე იქით მოგსოვე, სულ სხვანაირი გამოგივა. ერთი სიტყვით, სქემების დროს მიმართულებები, რასაც გაჩვენებს, სიმბოლოები, რასაც გაჩვენებს, საითაც უნდა შეაბრუნო და შემოაბრუნო და საითი მხრიდან საიდან ამოიყვანო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სქემა გამოგივიდეს ის, რაც გინდა რომ იყოს და რაც არის ნაქსოვზე. და რატო ამ თემაზე რატო ვსაუბრობ ახლა? ვნახე თქვენი კომენტარი, რომ იგივენაირ უკუღმა თვალს გვსოვო, როგორც თქვენო, მაგრამ რატომღაც ამ თვალის შემოტრიალება მჭირდებაო. არ ვიცი, თუ იგივენაირ უკუღმას გვსოვ, არ ვიცი რატო უნდა დაგჭირდეს წინა პირველი თვალის შემოტრიალება. ეს გაითვალისწინეთ და ეს განსაზღვრეთ ყოველთვის, აი რომ აი ეს უნდა იყოს სწორად, აი ეს და გადაგრეხილად რამდენჯერმე ქსოვის დროსაც გაჩვენეთ, რომ თვალი რო ამოყავს, უკლებ თუ უმატებ თუ რასაც არ უნდა აკეთებდეს სქემას, გადაგრეხილად და ცუდად არ ამოიყვანო. მთავარია ამ თვალს, ხო აქვს ორი გვერდი, გაასწორო ან ასე, აი ნახე სადა აქ ეხლა ამას ისწორე და ასე არ ამოიყვანო, ხო შებრუნებით. ახლა ამას ნახე, აქედან აქვს ისწორე, ასე უნდა შეაბრუნო, ასე ამოიყვანო, ამას უნდა დააკვირდე და ასე არ ამოიყვანო, ასე არ გამოგივიდეს და აი ვერ გეტყვი, არ ვიცი, მთავარი ეგ არის, აი კიდევ ამბობ, რომ შენ აი ეს თვლები ნაქსოვი დასვა სწორად და ლამაზად. ესენი არ გადაიგრიხოს, აი ესენი და აი ესენი ამათი მიმართულება იყოს ზუსტად როგორც სქემა გიჩვენებს დაუშვათ, ხო? ან ვიდეოში როგორც ვამბობთ, თუ სხვა ვიდეოს უყურებდე, თუ სქემას კითხულობდე და იმის მიხედვით ქსოვდე, აი ესენი გაითვალისწინე ხოლმე, აი საითა აქ მიმართულება და რატო. ახლა ამ სქემის სილამაზე ეს არის, რომ ის გარეთ წავიდეს, ეს გარეთ წავიდეს. ამიტომ გეუბნება, რომ თუ შესაბრუნებია შეაბრუნე, თუ არა არ შეაბრუნო, აქ შენ უნდა დააკვირდე და გადაწყვიტო, მაგრამ ეს იმიტომ გეუბნება, რომ ეს იქით უკლე, ეს აქით უკლეო და აქით კლება და აქით კლება, კი ვნახეთ, ხო, როგორ ხდება და რას ნიშნავს, რომ ამას აქვს თავისი სილამაზე, აი.
ესაა სულ ამ სქემის სილამაზე. არ ვიცი რამდენად გასაგებად ავხსენი და კიდევ ამბობ არ ვიცი რომ თუ გსოვთ ისე იმ უკუღმას რომელსაც მე ვგსოვ მაშინ აი იმ ვიდეოში როგორც ვამბობ იმ მიმართულებას მიყევით და არ ვიცი რატო უნდა იყოს სხვაობა აი ამისი თქმა მინდა და ყოველ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ თვლების სისწორეს მიაქციეთ ყურადღება. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.